ილია თოფურია რამდენიმე საათში დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ განცხადება ქართულმა ჩემპიონმა თავად გააკეთა. თოფურიას შეხვედრის შესახებ დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს. არსებული ინფორმაციით შეხვედრა თეთრ სახლში შედგება. სწორედ თეთრ სახლში ქართველი მატადორი 14 ივნისს UFC-ს მთავარ ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას. ის ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ქამრის დასაცავად დაუპირისპირდება. ღონისძიება ამერიკის 250 წლის თავს მიეძღვნება. ლაშა ბექაურმა საფრანგეთში ოპერაცია გაიგეთა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტატამს ერთ თვეში დაუბრუნდება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებას გააგრძელებს. ბექაურმა მხრის ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის გამოც ტურნირის ნახევარფინალში შეხვეული ხელითა და მხრით ასპარეზობდა. მადრიდის რეალში არსებულ დაძაბულობაზე სულ უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი. ესპანური მედიის ცნობით ანტონიო რუდიგერმა გასახდელში ალვარო კარერას სახეში გაარტყა. შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. არსებული დაძაბულობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ნაწილი ამტკიცებს, რომ დაპირისპირება მხოლოდ სიტყვიერი იყო. ნაწილი კი ამბობს, რომ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. გიორგი მიქაუტაძეს დუბლი დაუფასდა. ქართველი ფორვარდი ჰუსქორდმა ლა ლიგის 34 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. მიქაუტაძემ დუბლი ლევანტეს წინააღმდეგ შეასრულა. ვილიარეალმა კი მეტოქე 5-1 დაამარცხა. ეს იყო პირველი დუბლი, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა ვილიარეალის მაისურით შეასრულა. ამავდროულად კი ლა ლიგაში 4 მატჩიანი უგოლო სერიაც დაასრულა.